დღეს მინდა კომშის ჯანმრთელობის სარგებელზე მოგითხროთ და თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის რამდენიმე რეცეპტიც გაგაცნოთ. კომში ეს უნიკალური და გემრიელი ხილი არ არის ისეთი პოპულარული, როგორც ვაშლი ან პორტოხალი, მაგრამ ისიც ძალიან სასარგებლოა და თან არა მარტო თვითონ ნაყოფი, არამედ მისი ფოთლებიც, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ამ ხილის უკან 1000-წლოვანი საინტერესო ისტორიაა. ითვლება, რომ კომში წარმოიშვა თანამედროვე ირანის, თანამედროვე თურქეთისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. კომში ნახსენებია ძველ ბერძნულ და რომაულ წყაროებშიც. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კომში სიყვარულსა და ნაყოფიერებასთან ასოცირდებოდა. ის ხშირად საქორწილო საჩუქარიც იყო, რადგან ბედნიერებისა და ერთგულების სიმბოლოდ ითვლებოდა. კომში მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა შუა საუკუნეების ევროპაში, სადაც მათ კონსერვების, ჟელეებისა და ღვეზელების დასამზადებლად იყენებდნენ. ის პოპულარული ინგრედიენტი იყო შუა საუკუნეების ბევრ რეცეპტში და ძალიან ფასდებოდა მისი სუნისა და ტკბილი არომატის გამო. მალე გავრცელდა ის ამერიკაშიც, სადაც ის ევროპელმა კოლონისტებმა ჩაიტანეს და სწრაფი პოპულარობა მოიპოვა. მე-19 საუკუნეში კომში იმდენად პოპულარული ხილი იყო, რომ იმ დროის სამზარეულოს რეცეპტების წიგნები გაჯერებული იყო კომშზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტზე დაფუძნებული რეცეპტებით. განსაკუთრებით კომშის ჯემი გახდა ბევრ ოჯახში მთავარი პროდუქტი. კომშმა პოპულარობა დაკარგა მე-20 საუკუნეში, რადგან ის ვაშლმა და პორტოხალმა განდევნა. თუმცა ბოლო წლებში მისი უნიკალური არომატისა და ჯანმრთელობის სარგებლის გამო კომშის მიმართ ინტერესი განახლდა. კომშს ზოგიერთ რეგიონში კულტურული დატვირთვაც აქვს. მაგალითად, თურქეთში, განსაკუთრებით მის ძველ სოფლებში, დღემდე შემორჩენილია მისი ტრადიციულ დღესასწაულებში გამოყენება. ასე მაგალითად, თურქული ნიშნობის ცერემონიაზე მიღებულია კომშის ჩუქება, რადგან ის ერთგულების სიმბოლოდ აღიქმება. ახლა კი ვნახოთ, რას გვთავაზობს კომში ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. კომში სავსეა ვიტამინებით და მინერალებით, როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი A, კალიუმი და საკვები ბოჭკოები. ეს საკვები ნივთიერებები მნიშვნელოვანია საერთო ჯანმრთელობისთვის. კომში ცნობილია ბოჭკოების მაღალი შემცველობით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. კომშის მირთმევა დადებითად აისახება თქვენი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ხელს უწყობს ყაბზობის თავიდან აცილებას. კომში შემავალი ვიტამინი C კარგად მოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზეც და ამ გზით ეხმარება ორგანიზმს ებრძოლოს დაავადებებს და ინფექციებს. ის გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც შეუძლია დაიცვას თქვენი უჯრედები მავნე მოლეკულებით გამოწვეული დაზიანებისგან, რომელსაც თავისუფალი რადიკალები ეწოდება. ამან შეიძლება შეამციროს ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა მაგალითად გულის დაავადებები და კიბო. კომში შემავალი ვიტამინი A აუცილებელია ჯანსაღი კანისთვის. ამ ვიტამინის ზეგავლენით კანი ჯანმრთელიერს ასხივებს, რადგან ვიტამინი A ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს უჯრედების რეგენერაციაში, რის გამოც ის ჭრილობების შეხორცებაშიც კი დაგეხმარებათ. კომშის შემადგენლობაში შედის კალიუმი, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას. ეს მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის. კომში შემავალი ბოჭკოები არა მარტო დადებითად მოქმედებს თქვენს კუჭ-ნაწლავზე, არამედ მათი წყალობით თქვენ თავს აარიდებთ ზედმეტ ჭამასაც, რადგან ამ ბოჭკოების დახმარებით თავს ჩქარა იგრძნობთ და ნაკრებულად, რაც შესანიშნავია თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კომში შეიძლება ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც სასარგებლოა ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა მაგალითად ართრიტი. კურკები დიდი რაოდენობით ლორწოვან ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ყელის ტკივილსა და ხველას ამსუბუქებს. თუ კომშის გულებს კურკებიანად ცოტა წყალში ჩაალბობთ და მერე მოხარშავთ, ეგრეთ წოდებული კომშის ლორწო წარმოიქმნება, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ხველის შესამცირებლად. და ის არა მხოლოდ გაღიზიანებულ ყელს ამშვიდებს, არამედ ზოგადად ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ჭრილობების შეხორცებასაც კი აჩქარებს. კომშის ლორწო ასევე გამოიყენება კომპრესების სახით დამწვრობის, კანის ანთებების, გამონაყარის საწინააღმდეგოდ, ან როგორც სახის ნიღაბი დაღლილი კანისთვის. მისი დალევა ასევე ამსუბუქებს ნაწლავების და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას და თავისი საფაღარათო მოქმედების გამო ხელს უწყობს შეკრულობის მოხსნას. კომშის გულებისა და კურკებისგან მომზადებული ჩაი პირის სუნის წინააღმდეგაც ძალიან კარგი საშუალებაა. მომზადებამდე კომში კარგად გარეცხეთ. მწარე ბუსუსები არ შექვეთ. შემდეგ გაასუფთავეთ, გაჭერით შუაზე, ამოჭერით გული კურკებიანად. დაასხით 1/2 ჩიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და დაახლოებით 10 წუთი ადუღეთ. თითო ჩაის ჩიქა დღეში 2 ჯერ დალიეთ.
სხვათა შორის ცოტა მეტხანს თუ ადუღებთ, წარმოიქმნება მაღლახსენებული ლორწო, რომელიც შეგიძლიათ გადაწუროთ და ცუდად შეხორცებულ ჭრილობებზე დასადებად გამოიყენოთ, როგორც ამას თქვენი წინაპრები აკეთებდნენ. გაითვალისწინეთ, რომ კურკები დაუქუცმაცებლად გამოიყენოთ, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება არ გამოთავისუფლდეს. ჩვეულებრივ, კომშს არ ბწქვნიან. მაგრამ თუ გათლილი კომში გიყვართ, კომშის კანები შეგიძლიათ გაახმოთ და შემდგომ კომშის ჩაის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ასევე შესანიშნავია კომშის ფოთლების ჩაიც. მის მოსამზადებლად შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ახალი, ასევე გამხმარი ფოთლები. ეს ჩაი დამამშვიდებლად მოქმედებს საჭმლის მონელებისა და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის დროს. არის მსუბუქი შარდმდენი საშუალება, რომელიც ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას ეხმარება. აქვს გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო ეფექტი, დადებითად მოქმედებს ხველისა და ყელის ტკივილის დროს. დაგჭირდებათ 1 მუჭა კომშის ფოთლები, 2 ჭიქა წყალი, თაფლი სურვილისამებრ სიტკბოსთვის. კომშის ფოთლები კარგად გარეცხეთ. ქვაბში აადუღეთ 2 ჭიქა წყალი. ჩაყარეთ კომშის ფოთლები და ტემპერატურას დაუწიეთ. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ გადმოდგით. 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაი თაფლით დაატკბოთ. კომშისა და კომშის ფოთლის სახის ტონერი. ხელს უწყობს კანის მოჭიმვას და ტონუსს. აჯანსაღებს მას და ებრძვის დაბერების ნიშნებს. დაგჭირდებათ 1 მუჭა კომშის ფოთლები, 1 კომში გათლილი და კუბიკებად დაჭრილი, 1 ჭიქა წყალი. კომშის ფოთლები პატარა ნაჭრებად დაჭრილი კომში და წყალი პატარა ქვაბში ერთად მოათავსეთ და აადუღეთ. დაუწიეთ ტემპერატურას და დაახლოებით 10-15 წუთი ხარშეთ. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გაცივება აცადეთ. გადაწურეთ სითხე ემალის ან მინის სუფთა ჭურჭელში და მაცივარში შეინახეთ. სახის გაწმენდის შემდეგ ბამბა ტონაკში დაასველეთ და კანზე წაისვით. კომშის ფოთლების თმაზე გადასავლები. კომშის ფოთლები შეიცავს ნაერთებს, რომლებიც თმას აძლიერებს, ბზინვარებას მატებს და თმის ძირების ჭარბ ცხიმიანობას ამცირებს. დაგჭირდებათ 1 მუჭა კომშის ფოთლები, 2 ჭიქა წყალი. აადუღეთ 2 ჭიქა წყალი და კომშის ფოთლები შიგ ჩაყარეთ. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ. თმის შამპუნით დაბანის შემდეგ თმაზე ეს სითხე გადაივლეთ. რამდენიმე წუთი აცადეთ მოქმედება, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. კომშის ფოთლის სახის ორთქლის აბაზანა. ეს აბაზანა დაგეხმარებათ კანის ფორების გახსნა, გასუფთავება, კანის გამკვრივებასა და განახლებაში. დაგჭირდებათ 1 მუჭა კომშის ფოთლები, დუღარე წყლიანი დიდი ჯამი, პირსახოცი. კომშის ახალი ფოთლები ჩაყარეთ მდუღარე წყლიან დიდ ჯამში. ფრთხილად გადაეფარეთ ჯამს და თავზე პირსახოცი გადაიფარეთ. იფრთხილეთ დამწრობის თავიდან ასაცილებლად. ამ მდგომარეობაში დაჰყავით 5-10 წუთი. საბოლოოდ სახემშრალი სუფთა პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ და ზედ კარგი დამატენიანებელი დაიტანეთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.